ევროპა, ევროკავშირის დროშა და ძალადობა ერთმანეთთან დააკავშირა და ბოლოს ისე წარმოაჩინა, თითქოს ევროკავშირის დროშა თავად ბრიუსელმა გააიგივა ძალადობასთან. ვის ვსაუბრობთ? შალვა პაპუაშვილზე, რომელმაც თქვა: დღეს ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში. სადაც მოდის ევროკავშირის დროშა, ამ ოპოზიციონერების ხელში იქ მოდის ძალადობა. ასე გააიგივა სამწუხაროდ ბრიუსელმა დღეს ევროკავშირის დროშა ძალადობასთან. ძალადობაზე და აქციებზე ვინ გახსენდებათ? იქნებ ზვიად მაისაშვილი, ბიჭი, რომელიც შავებში ჩაცმულმა ნიღბიანებმა, ძალოვანებმა სცემეს და ბოლოს სახეში წიხლიც დაუმატეს. ჟურნალისტებიც უნდა გავიხსენოთ, მაგალითად ალექსანდრე ქეშელაშვილი ან გურამ როგავა. პოლიტიკოსებიც, აქტივისტებიც, რომლებსაც ტიტუშკები სახლებთან უსაფრდებოდნენ და სცემდნენ. ეს შემთხვევები დოკუმენტირებულია როგორც მედიაში, ისე უფლებადამცველთა ანგარიშებში. კითხვა მარტივია: ამ ადამიანებზე ძალადობა ბრიუსელის მიერ იყო ორგანიზებული, ან ევროკავშირის დროშის სახელით მოხდა? Human Rights Watch-ი იცით რას წერდა? პოლიცია არამხოლოდ შლიდა აქციებს, არამედ მისდევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა გაქცეულ ადამიანებს. ანგარიშში აღწერილია მძიმე დაზიანებები, თავის ტრავმები, ტვინის შერყევა, ძვლების მოტეხილობები. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა განაცხადა: ხელისუფლების ძალადობის დონე მეტწილად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ შოკის მომგვრელია, აშკარად შურისმაძიებლურია და არღვევს საქართველოს შიდა კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებსო. აქციებზე ძალის გადამეტება, რომ პოლიციის მხრიდან ხდებოდა, ამაზე სახალხო დამცველის აპარატმაც არაერთხელ მიუთითა. EUTHOS 24-მა ქვეყანამ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმიც ხომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო აამოქმედა. მსგავსი გზავნილები არაერთხელ მოგვისმენია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან. რას ამბობს ბრიუსელი რეალურად? არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში ან განცხადებაში ევროკავშირი არ მოუწოდებს ძალადობას. პირიქით, ყველა კრიზისის დროს ბრიუსელის გზავნილი იყო დიალოგი, დეესკალაცია და კანონის უზენაესობა. ევროკავშირის დროშა საერთაშორისო დონეზე ასოცირდება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და მშვიდობასთან. ეს არის გაერთიანების ოფიციალური ღირებულებები.